დასავლეთი საქართველოში რიგით მესამე გადატრიალებას აწყობს, რაც არ უნდა დავუშვათ. Ce choix de rejoindre la famille européenne, c'est celui qui s'exprime aujourd'hui pacifiquement à Tbilissi. Misha Saakashvili must be free! Misha Saakashvili უნდა იყოს თავისუფალი. მოდით რიგითობით მივყვეთ. პირველი პუნქტში 92 წელს მოგვიწვეს, იმიტომ რომ გამსახურდია ამერიკის ჭკუაზე არ დადიოდა. ისევე თქმით, As the head of this conspiracy stood former president of United States George Bush and Secretary of State Baker. ესეც ბეიკერი, თბილისის სამოქალაქო ომამდე 10 დღით ადრე. Other governments, for example, Georgia, are showing already that communism can be replaced by governments that are authoritarian, and those are equally undeserving of our acceptance and support. ამერიკის გაბრაზების მიზეზებს გამსახურდიას პრემიერ-მინისტრი გვიხსნის. რატო გადაემტერე ამერიკელების გვიად გამსახურდიას? რატო და პირველი იყო ისევ იდეოლოგიური შეუთავსება? გამოარკვიეს გვიადი არის ეროვნულ-საწინააღმდეგო განწყობის ადამიანი. სხვა იდეოლოგიის ადამიანი, მაგათის მტრული. ეს სხვა იდეოლოგია იმაშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტმა ველურ კაპიტალიზმზე უარი თქვა. როგორც გამსახურდიას ფინანსთა მინისტრი გვიყვება, მას ჯეროდა რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა უნდა ყოფილიყო ძალიან მთხილი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის პორტები, აეროპორტი, ესენი უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩვენი მეორე პრეზიდენტი ბეიკერის ძმაკაცი შევარდნაძე გახდა და მაშინვე შეუდგა მასობრივ პრივატიზაციას, ანუ ხალხის ქონების გაყიდვას. მისი მმართველობისას დასავლელი ექსპერტების მითითებით ჯართად გატანილი ქარხნების ნაცვლად ქვეყანაში არასამთავრობოები შემოდიოდნენ. განაცხადი გავაკეთეთ ნატოში გაწევრიანებაზეც. ისე არ მოვდები ნამდვილად, რომ არ მოესწრო საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას და ნატოში შესვლას. მაგრამ შევარდნაძის პროდასავლურობა ამერიკელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ საქმეში ისევ ჯეიმს ბეიკერი ჩართეს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბეიკერს სთხოვა, რომ მისი ძველი მეგობარი ენახა და ერჩია, რომ წასვლის დრო იყო. შევარდნაძემ რჩევა არ გაითვალისწინა, რის გამოც ამერიკელებმა რიგით მეორე პუტჩი მოგვიწვეს, დასავლეთიდან დაფინანსებული რუსთავი ორის და არასამთავრობოების ხელით. კონკრეტული კითხვა რომ დაიშვა საერთოდ გაუქმდეს. ზოგადად შეგვიძლია თქვა, რომ არის ხალხი, ვისაც აღელვებს დემოკრატიის ბედი და გვეხმარება. ვინ აფინანსებს ამ კლიპებს ირაკლი? ესენი არიან ის დემოკრატიული ინსტიტუტები და კერძო პირები. The American money helped a lot and was essential in creating the civil society. ამ დარბაზში 22 ნოემბერს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მე ვარ შვიდობიანი დემოსტანტი. ვარდების რევოლუციით, რომელიც სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალება იყო, ხელისუფლებაში არასამთავრობოების წარმომადგენლები მოვიდნენ. მათი ხელით საქართველოში დასავლეთმა რეპრესიები განახორციელა. ყველაზე აქტიური გმარელები ძალოვან სტრუქტურებში გადაანაწილეს. ბაჩუ ახალაია, სასჯელთ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. კიდევ ერთი ენჯოშნიკი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ორი გვამი მჭირდება. მომიტანეს ორი გვამი. всё. ნაციონალების რეპრესიები იმისთვის იყო საჭირო, რომ საზოგადოება წინვერ აღდგომოდა დასავლეთის მიერ ქვეყანაში გატარებულ კულტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის ლიბერალიზმი. ყველაფერი არის ვაჭრობის საგანი, გარდა სააკაშვილის მმართველობისას შევარდნაძისას დაწყებული პრივატიზაცია სრულიად ახალ მასშტაბებზე გავიდა. აი მითხარით ეს რაღაც არ შეიძლება, მითხარით. ასეთი ეკონომიკური მოდელის შედეგია ის, რომ დღეს ფოთისპორტს დანიელები ფლობენ, წყალს, რომელსაც თბილისში უსვამთ ესპანელები, ჰესების დიდ ნაწილს ჩეხები, ხოლო თბილისის აეროპორტს ფრანგები და თურქები მართავენ. მეტიც, როცა ბანკების სახლიდან ოჯახს ასახლებენ, ამოღებული თანხის დიდი ნაწილი მათი უცხოელი აქციონერების ჯიბეში მიდის. ქართული ოცნების მმართველობისას საქართველოს ეკონომიკა დასავლეთზე კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული. თუმცა მათთვის არც ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ახალი სავიზო შეზღუდვები დაუწესეთ 20 პირს. რიგით მესამე პუტჩის მცდელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთს სანქციები არ დაუწესეთ და ომში არ ჩავერთვეთ. მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველოს არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვაში
და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამით არ შევასრულეთ დასავლეთის მიერ ჩვენთვის დიდი ხნის წინ დაგისრებული ფუნქცია. საქართველოს უნდა იყოს სარტყელი, რაც დაიცავს ევროპას და დაახლოებით ასე უნდა იყოს. და დასავლეთის აგენტებსაც გული დავწყვიტეთ. შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა. ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ სამომავლო ნაბიჯი დასავლეთთან სავაჭრო დისბალანსის გამოსწორება და ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გადახედვა უნდა იყოს. Si no acompañamos a la liberación social y cultural con una liberación económica, ese país va a seguir siendo sometido. მანამდე კი, რადგან მაიდანს ჩვენი განადგურება მოჰყვება, მას ყველა საშუალებით უნდა დაუპირისპირდეთ. სიმართლე ჩვენ მხარესაა.